მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას გაბადაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს მოწვეული ჩემს გადაცემაში. უნიჭიერესი მუსიკოსი. კარგი პიროვნება. და სანამ ამ უნიჭიერეს მუსიკოს და პიროვნებას მოვიწევდე სტუდიაში, მანამ მინდა გიმღეროთ ერთი ლამაზი სიმღერა. მხოლოდ თქვენთვის. მაშასე ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია უნიჭიერესი მუსიკოსი და უკეთილშობილესი პიროვნება ბატონი აკაკი გიორგაძე. და მე მინდა ჩემს სტუდიაში მოვიწვიო ბატონი აკაკი. თქო ბატონო აკაკი მომზადეთ. თქო. მოგესალმებით. გამარჯობა. როგორი განწყობით ახართ მასული? კაი. ცუდი. ხო, მაშინ დავბრძანდეთ. ცუდი რატო უნდა ვიყო? ხო, დავბრძანდეთ.
და რადგანაც კარგი განწყობით ახართ მოსული და შემართებით დავიწყოთ მაშინ და გავანდოთ მაყურებელს კითხვა-პასუხების კორიანტები, რო ითქვა. კი ბატონო, რავი, რაც შემიძლია გიგიპასუხებ. მაშ ასე. პირველი შეკითხვა აკაკი გიორგაძის. ვინ არის აკაკი გიორგაძე? აკაკი გიორგაძე ერთი ქალაქელი კაცია. უბრალო კაცი. ცხოვრობს ქალაქურად. მეტი არავინ. და შემართებით. შემართება ერთმა დამიფაროს შემართების გარეშე. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი. მინდოდათ ბავშვობაში ყოფილიყავით. ბავშვობაში? კაი მუსიკოსი რო ყოფილიყავი. მართლაც. კაი. მინდოდა და მე მგონი, რა ვიცი, ხალხმა შეაფასოს. ბავშვობის ტკბილი მოგონებები. შატალოზე სკოლის მოწაფეები რომ გავიქცეოდით პირდაპირ ფუნიკულიორზე. აი მაგაზე კარგს ვერაფერს ვერ მოიგონებ, ეგრევე საჩქაროდ. თქვენი ხრის ადამიანებიც მოსრებული ხართ ამ შატალოებს ბავშვობაში და მეც რა თქმა უნდა აბარა ასაკის ადამიანებიც და ბევრი კარგი რამ გვახსოვს ეს შატალოების სკოლიდან რო გაიპარებოდით ხო? მაგას რა ჯობია თან მთელი კლასი რომ სიამონებს. კიდე რა გახსენდებათ ტკბილი მოგონება ბავშვობიდან კიდე? რა ვიცი, ალბათ მე მაინც და მაინც ეგ შატალო, იმენა შატალო, სხვა არაფერი. ოცნება რომელიც ამიხდა არის. რა არის ოცნება რომელიც აგიხდათ? კაი მუსიკოსი რო შემდგარიყავი. მე მგონი შევდექი, ხალხმა შეაფასოს. რომ არა მუსიკოსი ვიქნებოდი, ვინ იქნებოდით? მედიცინის მუშაკი ალბათ. ყველა შემთხვევაში. სამეცნიერო მაქვს დამთავრებული და აღარ გავყევი მედიცინას. ალბათ მედიცინის მუშაკი ვიქნებოდი. ყოველთვის მინდოდა რომ მუსიკოსობა? ყოველთვის მინდოდა. ეს ღმერთის მიერ ნაჩქარი პროფესიაა. ეს უფალი ღმერთი თუ ზემოდან შენ არ გიყურებს. მე მგონი ეს არის. რაც თქვი ღმერთის მიერ ნაბოძები პროფესია ესა. ყოველთვის მინდოდა და მე მგონი შევდექი. და ეს ყველაფერი გამოვიდა კიდევაც და მე მგონი შევდექი. ხართ არაჩვეულებრივი მუსიკოსი და რა ვიცი, ხალხმა შეაფასოს. კი ბატონო, ეს გეთანხმებით, ხალხმა უნდა შეაფასოს ყოველთვის. პუბლიკამ რო იტყვია. დიახ. თქვენი პირველი მუსიკა? მე მასწავლებელთა სახლში ვსწავლობდი აკორდეონის სკოლაში, 5 წლები დავამთავრე. ფურცელაძის ქუჩაზე და მასწავლი და ერთი მოლდაელი ქალი იყო, მაშინ ის გოგო იყო. მე 10 წლის ბავშვი ვიყავი. გალინა დოროშენკო, მოლდაელი გოგო იყო. და პირველი მუსიკა მასწავლა ჭარელო პეპელა. რამდენადაც სასაცილოდ არ ნაღირდეს, ან კიდევ რა აქვს მაგ მუსიკას დასაცილი, ძალიან კაი მუსიკა. რადგანაც მუსიკა ვახსენეთ და პირველი მუსიკის ეს ყველაფერი გაიხსენეთ, მე მინდა პირველი მუსიკა, რომელიც თქვენ ახლა ისე არ მოხვიდოდით, რომ არ შეგუჩნდოთ ერთი ლამაზი, მე მგონი ორი მუსიკალური ნომრითაც მოცული და ერთი პირველი ნომერი შემოვთავაზოთ მაყურებელს და მე აი ამ უწყინვალეს და უნიჭერეს მუსიკოს თხოვ რომ პირველი ნომერი მუსიკის შეგუსრულოთ. კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი?
გავაგზავნოთ ჩვენი აი კითხვების კორიანტელი და თქვენგან წამოსული ის პასუხების კორიანტელი. დიახ. თქვენი პირველი სიყვარული. ჩემი პირველი სიყვარული სკოლაში დარჩა. მე მგონი სკოლაში დარჩა და მაგის შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული. ეგ არის სკოლის პერიოდში. ეგ არის. თქვენ და რომანტიკა. ყველა ხელოვანი რომანტიკოსია. ყველა ხელოვანი რომანტიკოსია. სხვანაირად არ გამოვა. პირველი წარმატება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრებათ, რა არის? და 1975 წელს დავამთავრე აკორდეონის სკოლა და გამოცდაზე რო გავედი. დაისი გავიტანე ის მასწავლებელი რო წეღარ ვახსენე დოროშენკო გალინა. დაისი შესავალი თავისი ცეკვით და რომ შევასრულე გამოქანდა ჟიური და ჩემი აკორდეონიანად ხელში ამიტაცა. და გამიკვირდა და ის იყო ჩემი სიხარული პირველად რომ პირდაპირ პატარა ბავშვი ვიყავი რა და ჩემი აკორდეონიანად ერთიანად ამიტაცა ხელში. რა გოხდათ შეასრულეო. აი ჩემი პირველი სიხარული მე მგონი ეგ იყო. და პირველი სწავლება მე შეგასავლათ აკორდეონზე და გალინა დოროშენკომ ხო თქვი? თვითონ დოროშენკომ ხო? ხო, ეხლა ქალბატონი რამდენადაც ვიცი ოდესაში. პირველი პედაგოგი იყო. კი. მაგის შემდეგ მე სტუდიაში გავაგზავნე, იმიტომ კონსერვატორიას აკორდეონის სპეციალობა არ აქვს საქართველოს. მე 5 წლები იყო სტუდია. და 5 წლების პროგრამა 3 წელიწადში ჩავაბარე და დიპლომი არა. იყო ეგეთი რამე, ნამდვილად. გირჩევნიათ ნაკლები სამუშაო კონტენტ თუ მეტი სამუშაო, რომლის კეთებას ნამდვილად გსიამოვნებთ. არა, იყო სამუშაო. გირჩევნია დატვირთული იყო სამუშაო, ნაკლები სამუშაო რას ნიშნავს? მაშინ გაზარმაშტე ეს კაცი. ჯობია რომ დატვირთული იყოს კაცი. ჯობია. ბევრი სამუშაო არ მეშინია. ოდესმე გინანიათ რამე, რაც არ ითქვამს ან გაიკეთებიათ. კი, ყოფილა შემთხვევა ცხოვრებაში, მაგრამ რაც ყოველთვის რასაც ვერ ამობ, ვერ აკეთებ. გინდა რომ გააკეთო, მაგრამ რაღაცა გააჩერებს. ვერ აკეთებ და გინდა თქვა, მაგრამ რაღაცა გაჩერებს და ვერ ამობ. კი. ყოფილა, მაგრამ რაღაცა ძალა გაჩერებს რა, რომ მაგის თქმა სჯობია რომ გაჩვენდე. ეთახმებით. რომ გქონდეთ დროის უკან დაბრუნების და ერთი რამის შეცვლა, გააკეთებით ამას. არა. რატომ? არა. მე ღმერთმა იმიტომ მომავლინა ამ პერიოდში რომ ესე იყო საჭირო. ეხლა მე უკან ჩამაბრუნო და დღევანდელ თინეიჯერებთან წამოვიდე, არ შეიძლება. გამორიცხულია. მე ჩავბრუნდე უკან და ეხლანდელ თინეიჯერების გვერდზე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. არა. რა დადგეთ? არა, რაც მე მოძლევს ღმერთი უფალი, ჯობია მაგას გავყვე. არა. რას ნიშნავს იყო ადამიანი? ადამიანი ცნება ძალიან ბევრია, მაგრამ წესიერი და პატიოსანი კაცის სახელი თუ გექნება, აი მაშინ უკვე იძახიან, კარგი ადამიანია. წესიერი და კარგი კაცის სახელი უნდა კონდეს. მე ეგრე მგონია. სხვანაირად არა. რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა? უსამართლობას ვერ ვეგუები. ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ უსამართლობაა. ვერა, უსამართლობას მე ვერ ვეგუები. ვერა. რითი ამაყობთ? ჩემი პატიოსნებით.
წესიერი კაცი რო არ ვიცი და ეჭვიც არ მეპარება ჩემ თავში რომ ვიცი რომ წესიერი ვარ სუფთა ალალი გულის კაცი ვარ და მაგით ვამაყობ როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე დილით ადრე ვიწყებ მუსიკით სანამ დავწვევი და დავიძინე მუსიკით ვამთავრებ ეგა მართლა ეს 100%-იანია ალნა ვიყო ჩაჯენილი კომპიუტერთან მუსიკას ვაკეთებდი ან მუსიკას უნდა ახალი მუსიკა უნდა შევისწავლო ახალი რაც მე დაჟე ჩემთვის ახალია და ის უკვე ვიღაცისთვის ძველია და თავის დროზე ვერ მოასწარის სწავლა ან ну მთელი დღე თითქმის 99% მაგითა ვარ დაკავებული მეტი რაღა დამჩენია ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენი და ჩემი განკუთვნილი დრო გადაცემის იწურება და დიდი მადლობა მინდა გადაიხადოთ გაიხარეთ მეგობრებისთვის ასეთი ლამაზი გულწრფელი პასუხებისთვის ინტერვიუსთვის მე გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ისევ და ისევ გიტოვებთ ამ არაჩვეულებრივ მუსიკოს პიროვნებას აკაკი გიორგაძეს მეორე მუსიკის ნომრით. მე გემშვიდობებით კეთილი სულობით მომავალ შეხვედრამდე.